ქართულია მიკროფონი? რა? სალამი, მოგესალმებით ყველას. დღეს არის დღეს რა დღეა? ხუთშაბათი. დღეს ხუთშაბათია და დღეს რუსკა მაყაშვილები რუსკა X მაყაშვილებთან ის დღეა. მოგესალმებით. ამ გადახრის garaში არ გამოდის ხოლმე. ტრადიციულად ვიწყებ მადლობებით. მადლობა რომ მოდიხართ ჩვენთან რესტორანში, იმიტომ რომ გვენდობით და ეგ ასწორებს. მადლობა თქვენ იმისთვის რომ ვიყურეთ და გვიყურებთ. YouTube-ზე რომ გადავედით, ეგ უკვე ძალიან კარგად იცით და გვიხარია რომ კონკრეტულად YouTube-ზე ვართ. იმიტომ და გამოგვიწეროთ. აგვასაბსკრაიბეთ. Subscribe here. აქ ამონათდება. და მეც მე ლინკს დავადებ ჩემს Instagram-ზე და თქვენ ეგრევე შეაბზრიალდით და გამოგვიწერეთ რა. რატისთან ჩავალ, რომელიც დღეს ხინკალს ამზადებს ჩემი სტუმრისთვის და მწვადს და ისეთი სტუმარი მყავს მოკლედ, აი როგორ გითხრათ, კარგი, მჭამელი სტუმარია. ნახეობი თეონა ლეჟავა, იგივე ლელა სობოისი. და ხო, არ გაგიკვირდეთ, აი ეგეთი მჭამელია, რომ ხინკალი და მწვადი უნდა ვაჭამო, მწვადა. თავარი და ძალიან დიდი მადლობა AGI Hives, რომელმაც ჩვენი გადაცემის ძალიან საყვარელი ხუდი შექმნა და აწი ჩვენი გადაცემა აი ესე დაიწყება ხოლმე, ამიტომ ხოლმე დაიწყება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა AGI Hives. როგორ ახარ? მე ძალიან კარგად, შე როგორ ახარ? ვინ წამოეგება დღეს? შამპურზე. აი ეს ხორცი. იმედია. რომ ეს ფასაპირე. ჩვენ შორის შამპურია რატი და ანუ ჩვენ შორის შამპური თუ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. რა ხორცია, ღორის ხორცია, ანუ დამი კონკრეტია. ეს არის ღორის ხორცი. ნეკნი მუცლის მხარე. ოი. იქიდან წამოყევული აქამდე ესე. აქედან ულამაზესი ცხიმიანი ფენა ხორცი. ეს შენი დაბასტირებულია? არა, ხორცს პასტორმა არ ჭირდება. ხორცს პასტორმა არ ჭირდება? აბა არანაირად. კარგი ხარისხის ხორცს პასტორმა არ ჭირდება. ეს უბრალოდ ვაკუუმშია შემოყოლი, რომ ლამაზად და ეს ვაკუუმის აპარატი გაქვს? ადი თუ შეგიწევ. ნუ ესე შამპურზე ვაფშე წამოგიწვია. ისე ვიღაცები კი, მაგრამ წოდია. ამოვაცმევინებ შამპურზე? ვერი ზაო? კი, ანუ ყველაფერს ვიზამ. ნახე, თავისი ჩვევა, უკვე. ხედავთ უკვე რა მოსწავლებ, ხედავთ რა წინსვლა. ჩემი თუ იბან ხელებს. მარტო ამისთვის დიდი მადლობა შეფრადის, რომ ხელების დაბანა შემაყვარა. გლიჯე. ეს რენ. ეს ვისი ხათრით, ეს ესე წამოვაკო შეიძლება? კი. ოხ შეგენაც. იცი რა ცოტა მგონია რომ ტკივა. ანუ არ ეგება ეხა ეს. მეშინი ეგეთი რაღაცეები. ეს ამხელა როა? კიდე მეკნა. აი ხო. მადლობთ. ანუ კი არ გასწავლის ადამიანო. ანუ იმის მაგერთ მითხრას, რომ იცი რა რუსკა კარგად მოეჭიდე ხორცს ან რაღაც ეგეთი. არ მეუბნება და კიდე მივხვდა, ანუ შეიძლება კარგი გამოიჩინდები, ანუ იცის ყველა კარგი რომ იცი. ამოგება იმის რა ხორცის შამპურზე. რატო არ მითხარ რომ ესე მექნა ხელი? ეხლა ამ განსაკუთრებული მწვადი რატო იქნება? იცი რა არის? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ცხიმიანი უნდა იყოს წადი, იმიტომ რომ ხორცი რაც უფრო ახლოს არის ცხიმთან, უფრო მეტი გემოვნური თვისება აქვს. რა თქმა უნდა. და შეიძლება ამიტომაც იყოს განსაკუთრებული. იმიტომ რომ მწლე ხორცი ვიღაცას კი მოწონს, მაგრამ არ არის გემრიელი რა. მოღალატე ხარ ჩვეულებრივი. აბა ვერა აგედა. შეგიძლია დამიკავო. მარილი როგორ არ მომაყრებინე? მართლა. ესე ნახე. რაც ხელია, ხო კარატე. ესე? ცოტა გამოწიე? აიმე. ადე იქით? აქ ესე? ხო, და ჩამოდევსო. გიждდება ამაზე, წამოვა, აწერს, ჩამოწერს, აწერს. აი ვის რა სათამაშოები ევასება, ხო? ამაზე ეს ევასება. ხოლმე არის ცომეული, რომელიც არის ძალიან გემრიელი და არც ისე ხშირი არ არის საქართველოში. არ ვიცი რატომ. წანილი ყოველთვის შოვება.
ყველი ყოველთვის შოვება. მაგრამ რატოღაც ფოვან არის შოვება. ეს არის უმშვენიერესი, ულამაზესი სახური თეატრალური ხინკალი, რომელსაც აკეთებს ალბათ ნინო. მთაში როგორც ამზადებდნენ სუსაწყისაც აიდანაც წამოვიდა ხინკალი, სათავე საიდანაც აიღო. ასეა შემორჩენილი ცომის დამზადების პროცესით და ფარშისაც. ჩამოდის თიანეთიდან სპეციალურად ამისთვის მუშაობ ჩვენთან, რომ გადმოგცეთ ეს ძველებური ტრადიცია სახლის უგემრიელესი ულამაზესი ხინკლის. ხალხო, არც მეტი არც ნაკლები. იმე, ჩემი მოახარეო ესი დაკავი. ჩემი მადლობა დიდი. ჩემი მეგობარი, მსახიობი და უბრალოდ უნიკალური, ანუ მაპატიეთ რომ ხა ესე ვარცხენ და თვითონ იცის ეგრევე ცუდა. არა, საერთოდ ვერ გისმენ ისემში არ მაინტერესებს. ანუ ხალხო, როგორ შეიცით თან მართლა 21 საათი არ უჭამე არაფერი. რომელიც არის როგორი მჭამელი ხალი, იცით, ვინც არის. თავაზე ბევრი რამ არ იცით. იმიტომ რომ ეს სტუმრად არ დაიარება. მე ხალხო მე დამჭირდა, იცით, რამდენი დრო რა მოთხრეულიყო? და თან ახლა იმიტომ მოეთრა რომ YouTube გადაცემას იწყებს. ეხა აწყობს ხდები? არა, მაგიტო არ მოვედი. იმიტომ მოვედი, რომ მინდოდა შენთან მოსვლა. მადლობა უფროს, იმიტომ რომ აი ჯერ არ მოდიოდა რაღაც მიზეზის გამო, მე არ მოდიოდა კიდე რაღაც მიზეზის გამო და ეხლა დღეს წავიდა მეიქაპი გაიკეთეთ, დაივარცხნა, დაიბანა. პირველი ლუკმის მერე კარქასიაძე კაი, დავკიდებოდი. მოკლედ ჭამთ. თან ჭამთ და თან ისოხიზი აბსოლუტურად კრეტინულ არაფერს თქველ. არ და მაინტერესებს. ვეუბნეთ სადაც კითხე გავერთოთ. რა მე დიჩი. შებერა. ხო, მაგრამ რითი უნდა დავიწყო, არ ვი? ჯერ ვიწყებთ ლოცვით, დავიწყოთ. კაი, მართლა გემინდი. კაი, მომენტ. მოკლედ ეს არის სახური ხინკალი, მიყვარს ყველაზე. ხო და ნახე რაღაცნაირად თან სახლურია და თან არ არის თითქოს სახლური, არა? აი, ნახევრად სახურის ვიძეა. თუ შენთვის მოდი რა გასინჯე რა. ბეჭვა ერთი ხინკალი არის მაყაშულებში, აწი. აი ეს ის არის მე რაც მიყვარს. ეს ის არის მე რაც მიყვარს. მეც. აი მე ძალიან გემრიელია. ზოგადად ხინკალზე ანუ ხდება კომბა და ყველა საჭოს ხდება. ანუ ქალებს ძალიან კაია მაგრამ. ძალიან კაია. აი, ახლა ხინკალს იმ ხელა ხოჭრას შევასხეთ. ხინკალზე არ არის გადაცემა. ხედავთ რა გემრიელია რომ თეონა მაი ხინკალი. ჯერ მაინტერესებს რაშვები, როგორ ახლა რამდენი ხანი ეკრანზე არ გამოჩენილ ხარ? ხო. რა ხდება შენს თავს საერთოდ? ნუ გარდა იმისა, რომ ჩვენ სპექტაკლები ფილმში ვითამაშეთ ისევე. ნუ ეს გულისხმობს გადაცემას. არა, აი რაღაცა ესე რა, რომ ჯდება ხოლმე და ლაპარაკობს რაღაცებზე. ისედაც არ შევა ხოლმე მაგას, მაგრამ ნუ მე არ მიყვარს დიდად ეს გადაცემებში სტუმრად სიარულები, არ მიყვარდა უფრო სწორად და ბოლო დროს მივხვდი რომ უნდა მიყვარდეს. რატო მიხვდი? აბა მომიყევი ხა, რატო მიხვდი მაგას თეო? და ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მე თვითონ როცა ვაპირებ რაღაცა ჩემი დავიწყო, ხო? ჩემი პირადი ხშირად უნდა ვიარო რა, რომ ისე ვიყო რა, უფრო რა. ალალად და თავისოს ხო შამბობენ. კი. ნაშტილის გადაცემა იქნება, გვეტყვი თუ ჯერ საიდუმოა. ჯერ მწვადი მინდა. ახლა ვიგეცვი. შემეშვი. ცოტა ხანი კაი? არ ვიცი. აი მე აგემრიელია. ძალიან კაი მწვადია. მწვადი უნდა იყოს ცხიმიანი. კი, აუცილებლად. ეს ჭლენაჭრებს მინჩავს რაღაცნაირად ცოტა ოდნავ მეგოიმება. ბოდიშტი ხდიდი აჭლებო. ჭლებო. ხო, ჩემი გადაცემა იქნება ისეთი რა, აი არ მიყვე ხა ყველაფერი თუ ვიღაცა კამერიანი და ცოტა მოხდილი დაждდება და მოგტაცებს იდეას. ვერ მომწაცებს, ვერ მომწაცებს. რამე განსაკუთრებული იდეა კი არ არის. აუ ხა არ მიხარ შენს პოდკასტს აკეთებ, თორე ჩანგავს გავიყური ცხვირში. ჯერჯერობით მე რო გავაკეთო პოდკასტი, ხო არ იქნება ისეთი როგორც ყველა. დაიწყე აქედან, პოდკასტი არა. მე დავჭდები და ვილაპარაკებ რასაც მინდა. მე საერთოდ არ ვიტყვი რა, რაღაც თემებზე ვილაპარაკებ. გაყროპო ხო? ილაპარაკებს, ყველა მაგას ვცდილობს, რომ ილაპარაკოს რაც უნდა. ნუ ეხლა ჩემი არ იქნება სერიოზული ჟანრის, ოკეი? ხო და მე მზადეთ რა. ანუ ყველა სახელით ეუბნებით მადლობას ყველას ლუისისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მოიკანე. აი ეს სრულიად შემთხვევით. აჰა.
რაღაც აპლიკაცია აღმოვაჩინე ტელეფონში. ხო. შემთხვევით არაფერი არ ხდება. საკმაოდ ისეთი ცოტა რთული გარდამტეხი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში. თან ეს უნდა გავსინჯო მაგათი. ანუ მაგისთვის ვართ აქ რო თამჭამოთ. აი ვიცოდი. გემრიელია რა. აი ხაი აქ ჩამივა და აი ხო და მე უცებ რაღაც აპლიკაცია გავიჩინე ტელეფონში და Frozen-ის გახსოვს ეგ ვიდეო სუსუ პირველი რო აღვიძებს Frozen-ის რას ამბობს ბოლოს? გავუპასტო ჩაკორო იყო. ხო, ამო გავხარ. გაირა დაიგინე. ეგ იყო გენიალური. ეგ რო გავარდა და ძალიან რომ ესიამოვნა ეს რაღაცა პროცესი, მე გავაკეთე ცალკე პეიჯი, მაგრამ არ მეგონა რომ ეს ჩემ ბიზნესი რო ანუ და ამდენი წელი რომ ექნებოდა 7 წელი გავიდა, ეხლა რაც დაბადების დღე ქონდა ლელას ფოისკი. არსებობს ლელას ფოისი და დიდი მხსნელი იყო ჩემთვის რაღაც ისეთ პერიოდში. არა, გენიალური და პიროვნება. ძალიან მიყვარს დღემდე. შენ გავხარ რამე ლელას? ეს მე ვერ აღვიქვა რომ რაღაცა ერთი ტიპი არის ესე ლელა რა, იმიტომ რომ ხო რაღაცა სხვა პერსონაჟები არიან. პერსონაჟებს საბედნიეროდ არაფერთ არ უგავარ, მაგრამ პერსონაჟებს არ გავხარ, მაგრამ არა. აი სხვა არის რა, აი რაღაც ძალიან ბევრ სიმართლეს ამბობს ლელა და თეონა არა. თეონა ამბობს ლელას მეშვეობით. ლელას სიმართლეებს. ხო და ნახე, მაინც აღიქმება რომ ლელა ლაპარაკობს. აღიქმება, იმიტომ რომ მე არ ვჩარმარ და აღიქმება რომ ის რა ქვია, სნეიპი ნუნუჩი ალაპარაკობს სიმართლეს და ბრედ პიტი არის გლეხი. მითხარი, აი შემოსავლის წყარო აღმოჩნდა, ბიზნესი აღმოჩნდა? კი. ეგ შემთხვევით თავისთავად მოხდა, ოღონდ ანუ თავიდან რაღაცა ჩანაფიქრი ეგ არისო რა. მე თავისთავად ხა რეკლამებზე რომ შემომდის შეკვეთები ძალიან მიყვარს სხვათა შორის ჩემი ეგ საქმე. აი ძალიან. უფრო მიყვარს ჩვენ რო ვიყავით გადაღებებზე ერთად, კინო გადაღებები უფრო მიყვარს. აბა დადგა ულამაზესი სალათის დრო და აქვე დადგა მაღაშვილი პრინც მაღაშვილი. ეს არის მაღაშვილების ჭაჭა. მე გასინჯული მაქვს და ძალიან გემრიელია. რომელსაც ახლა ძალიან მომეწონა. თან ესეთი საჭაჭე ამინდია რა, ესე ჭაჭური. აუ ძალიან ჭაჭობა. მომეცი შვილოთ. ისეთი ამინდია რა, აქამდე ეს უნდა დავას. ბევრია? ნუ ჩემთვის არა უშვებს. შენთვის ვიცი რა. შენთვის ცოტა დაისხი. აი, ესეთი ამინდია, ჩემო თეო და ენაცვალოთ ჩემი თეო. ჯერ ძალიან მომწონს შეფუთვა ლამაზია. თეო. მე ღმერთო. ой, მე ყოლება არ უნდა, მაგრამ მაინც მეყოლება. რამე პრობლემა შეგექმნა ლელასოის გამო? არა. ვაი, წაშალე კალო. ვაიმე, კი, როგორ არა. იყო ერთი ეგეთი შემთხვევა, ნინო კავთელაძე რომ ყავს კარდაშიანების პერსონაჟი, ოღონდ თან კანთელაძე მომწერა ვიღაც ნინო კანთელაძე. ეხავე წაშალე, შენი დებილი ხმაო ესე მითხრა. საყვარელი პერსონაჟი რომელია მაინც? ლელას ფოისი. ბევრია, მაგრამ აი ნუნუჩია მიყვარს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ნუნუჩი იყო თავიდან ძალიან ბოროტი და ცუდად ყოდა. მე რაღაცა რო აი გაქვეყანა. ხო, მივხვდი რომ ისე მიყვარს რომ ვერ დავთმობ ამას და მე რინკა ქოციქპრიაზე რაც მემართება ეგ ცოტა თემა. რინკა ქოციქპრიანიც გადასარევია, მაგრამ აი ნუნუჩია მიყვარს ყველაზე მეტად და კტრები რო არიან ანამარი და საბუ. კარგი, მითხარი, ხაი ამ სუფრაზე. ხინკალი თუ წვადი? უნდა გაგაოცოთ და მწვადი. თამადა საჭიროთო ზედვედი. რატო? რატო რა გინდა თამადა? მე მინდა. ხალხი გულსფერით ხმაურიანი. გულსფერი. ქართული სუფრა, მეგობრობა თუ დრამა? ხარისა, მეგობრობა. ქართული სუფრა და მეგობრობა. ყველაზე გამაღიზიანებელი ტიპი სუფრაზე. ვინ არის ხოლმე? ვინც ხუმრობს ისე რომ არ არის სასაცილო და თვითონ იხევა სიცივით. იდეალური სუფრა რა არის შენ? იდეალური სუფრა არის ჩემთვის, აი კუთხეების მიხედვით მიყვარს რა. მე მაგალითად აი თელავში წავსულარ საჭმელად. ხო. იმიტომ რომ აი ნუ აი ყველა სამზარეულოს ცალ-ცალკე შევაქებ რა თქმა უნდა, მაგრამ აი კახურს რაღაცნაირად სხვა ამბავი არის კახური სამზარეულო ჩემთვის, იმიტომ რომ ყველი მიყვარს საერთოდ შენზე მეტად და ყველაზე მეტად გასაგებია. კარგი. ხაჭაპური ხო ყველაზე მეტად მიყვარს? კი. მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ჭამო, ერთი საჭმელი გაქვს ასარჩევი. ეს იქნება ხაჭაპური თუ მწვადი.
წამზომი. აი ერთი მიზეზის გამო ავირჩევ მარტო მწვადს. მაინც მწვადს ირჩე? იმიტომ რომ ხაჭაპური ანუ ხაჭაპურისგან ვიკავებ მე თავს ახლა დღეს აქ რო ვარ ნახე იმიტომ ჭამა მთელი მას. ცხოვრება მოგიწევს მწვადის ჭამა. შევჭამ. ჭამ. ხო, აბა მთელი ცხოვრება მარტო ხაჭაპური რო ვჭამო, მარტო გადავგორდები ანუ და ნახე შენ შეგიძლია ხან ყაველი მოძიძგნო გამოთფხიკო ხოლმე ხაჭაპურს. და ხან ცომი ჭამო. არ გამოფხიკავ არაფერს ვიცი რომ გადავკეცა 4-ხად. ორი კერძი. შეიძლება მართლა გაიშალოს და თავის კალა ამძურეს ისე შევჭამ ხაჭაპურს. ანუ მან უარს ვიტყოდი ყველაფერზე მწვადი, ანუ ყველაფერზე მწვადი იმარჯვებ და მაინც ხაჭაპურია იმიტომ პირველ რომ ადგილზე. მწვადი არ არის ისეთი კალორიული როგორიც ხაჭაპური და რო არ სუქდებოდა ხაჭაპურს ავირჩევდი. სხვათა შორის მე ხო იმერელი ვარ წარმოშობით. ესე მითხრეს არ მაქვს არანაირი სოფელი იმერეთში, მაგრამ მე მაქვს აგარაკი გომბორში რა. გარე კახეთი. ხო. და სულ მგონია რომ კახელი ვარ, მაგიტომ მიყვარს ეს კახური ისა რა ქვია კერძები. გომბორელი ვარ მოკლედ. გომბორელი ხარ შენ, გომბორელი, გამბორელი. კი, შენ სადაური ხარ? მაყაშვილი სადაური. მაყაშვილი კახელები არიან. ჩიხუიცითან. წარმატებას გისურვებ შენს საქმეში, წარმატებას გისურვებ შენს მეუღლესთან. გემრიელი იყო ყველაფერი. ძალიან და მეუღლეზე რომ მიდგა საქმე. როდის მოვიდეს პაემანზე აქ? უნდა მოვიდეს აქ და პაემანზე რაც შეიძლება მეტი უნდა ვჭამოთ. კი, ადამიანებს პაემანზე ვეპატიჟები ორამაყაშვილებში. მალომა რომ ვიყურეთ. კარგად. ერთი რჩევა მაქვს რა თქვენთვის, რა მეტი ვერაფერს ვერ გეტყვით რა. მოეშვით კრეტინული პოდკასტების ყურებას და უყურეთ ნორმალურ გადაცემას YouTube-ზე. გამოგვიწერეთ, დაგვასაბსკრაიბეთ, მიგვა მიგვა ლაიქეთ, მიგვა კომენტარეთ, ყველაფერი მიგვა. მადლობა რომ გვიყურეთ. მიგვა.